ბატონი ნიკა მელია გახლა ჩვენი სტუმარი მე გულწრფელად გეუბნებით ხალხო აი მართა ვერცნობ ნიკას აი მართა ენერგიითა და ოპტიმიზმით არის გაჯერებული და ახლა შესვენებაზეც საუბრობთ აი დაუკვირდით რა ხალხო ერთ წუთს საქართველოს ნიკა კატასტროფა იყო და როსტომხანი გამოაგზავნეს აქ საქართველოში თბილისში არ უცხოვრია ერთი დღეს ეშინოდა ქართლისა ეშინოდა და მე ახლა არ მინდა ეს ანალოგია გავაკეთო ეს როსტომ მეფის სასახლე ჟურნალისტები რო ამბობდა არ იყო ის მეფე იურიდიულად იყო ხანი აქ ხანი და გორში ცხოვრობდა ანდიმაში მუხრანში ცხოვრობდა ყოველ შემთხვევაში ერთს გეტყვით რა ნებისმიერ ბრძანებას ისპახანისას ასრულებდა როსტომხანი და მე არ მინდა აი პატიოსნად გეუბნებით ახლა ვიცნობდი აი მას რა ქვია ბიზინა ძალიან ახლოს აგვისაუბრია სამჯერ იყო ჩემთან ეთერში არ მინდა რომ როსტომხანის ბედი გაიზიაროს მაგან ნუ გადაყვება ამ რუსეთს რატო ამბობს ლავროვი ეროვნებით პრეხანოველი რბილად რო თქვა რომ კავკასიის სამხრეთ კავკასიიდან ჩვენ არ გავალთ ბიჭვინთან რატომ დაითრიეს აი ეს მაშინ რა გოჩამჭირეს სამხედრობაზას მათ უნდათ აქ შემოსვლა უნდა და ბატონო ამას არავინ არ უახობს ამას ადასტურებს ამიტომაც აი შეიკრიბნენ ხო ბრიუსელში ათ მიუნხენში თქვენს აი ეს ამით მესიჯი გამოუგზავნეს ბიზნესო თუ არ შეეშვები რუსებს იგივეც გაგიკეთებს რუსეთი რასაც უკრაინას და აი მე არა ვარ ისა პორაჟენცი და რაღაცა არ შემოუშვათ რუსებს მაგრამ პოლიტიკას ესენ ისე აწყობენ არ ვავნოთ არისა და არ არის ჩიხისკენ წამსვლელი არ ერკვევიან ვერ ერკვევიან კობახიძეს ახლა ბიოგრაფიას რო ნახო მამამისის ბიოგრაფიას კარგი რა აი ჩვენში დარჩეს ესენი დაუწვევიან არ უნდა დაუწვეთ მე ვთვლი რომ არ უნდა დაუწვეთ რუსებს არაფერი არ უნდა შევარჩინოთ რუსებსა და მაქსიმალურად უნდა დისტანცირება გავაკეთოთ სულ რომ ეჭვიც არ მიგვეტანა ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მთელი უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში და მხოლოდ ახლა გაგვჩენოდა ეჭვი მათ პორუსულობაში ხო ეს რითი იქნებოდა ეს ასეც მოხდებოდა აი 11 წელიწადი მათ საპირისპირო ნაბიჯები რო გადაერიათ მაგრამ მე-12 წელიწადს დაუშვათ ვამბობ ჰიპოთეტურად რო გადაეწყვიტა ივანიშვილს რომ ხელისუფლების ბერკეტები ეხლა უნდა შევინარჩუნო ხელისუფლების ბერკეტებს ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებს დასავლეთთან ანუ ცივილიზაციასთან პარტნიორობით იმიტომ რომ არ არის მასთან თავსებადი გესმით მისი სახელმწიფოს მოწყობის სტილით, წესით, მისი ბუნებით, იმ კორუფციით, იმ ოლიგარქიული პოლიტიკით მას ყავს ერთადერთი მოკავშირე ასეთი პუტინის სახით, ხო? აი, სწორად გამიგეთ. მთელი 11 წელიწადი სხვაგვარი რომ წყობილიყო, დაუშვათ პირველი დღიდან იყო ისეთი, როგორც დღეს კარგად გამოიკვეთა ყველასთვის, უბრალოდ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯგუფებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ადამიანი არის სუვერენიტეტისგან დაცლილი ადამიანი მისი ბუნებრივი მოკავშირე ხელისუფლების შესანარჩუნებლად არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. საქართველოს ქართულ მოსახლეობას შეუძლია გადაჭრას მნიშვნელოვანი ამოცანა ორი ერთდროულად. შეინარჩუნოს ამ ქვეყანაში შვიდობა და გახადოს იგი სტაბილურ შვიდობად და ამავე დროს გახდეს დასავლეთის წევრი სახელმწიფო ინსტიტუტებმა მხედველობაში. აი აგაშერებს მეთქი რომ ამას ჭირდება ერთ წელს ფაქტია ეხლა ბიზნეს თავაზობდა მეც ვარ მაგის მოხრე ივანე კალიტა წაიკითხეთ რა ბიზნა რა წაიკითხეთ ივანე კალიტამ გადააგდო მონღოლები გააძლია რა სახელმწიფო და დაემშვიდობა მონღოლებს რაღაცა ეგეთი მაინც გააკეთე ითამაშე რა ორმაგი თამაში უთხარი რომ ხალხი არ არის მომხრე რუსებთან სიახლოვეს არ გვითმობ ტერიტორიებს რაღაცა ეგეთი ფორმა არანაირი მას თამაშის არეალი პრაქტიკულად რეალურად არ აქვს რეალურად იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მისი ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების მიტაცებული ხელისუფლების შენარჩუნება ხო ეხა თვითონ ეს ფენომენი ოლიგარქობის ხო იმდენად მანკიერია მაპატიეთ აი პროდასავლელია ოლიგარქი თუ პრორუსია ეს რა თქმა უნდა ცალკე უბედურებაა და სიმძიმეა როდესაც პრორუსი ყავს ოლიგარქი მაგრამ ხალხისთვის ყველა ვარიანტში ყველა შემთხვევაში ორივე შემთხვევაში არის უბედურების მომასწავლებელი და გაღარიბების წყარო ერთს გეტყვი რა დიდი ბოდიში სუეცამს რომანა გოციძემ გენიალური რაღაცა თქვა
2012 წლიდან დღევანდლამდე 4-ჯერ მეტი ფული დაბეჭდეს. ინფლაცია გვაქვს, დაგვახშობს ეს ინფლაცია. ნიკა ეხო ვითომ წრილმანი არის მამა. ყველა მონაცემები. და გვამონებს ფასები. ძვირფასი მაყურებელია, ყველა მონაცემები. თავარი მინდა გითხრა ხა შენ ვიცი რომ ცხოველები გიყვარს. დღეს ავიგითხე კაცო გავყიჟდი. ესე იგი კანონ პროექტი შეაქვთ პარლამენტში და გონი მეორე წაკითხვით რომ კორპუსში 4 ცხოველზე მეტი არ შეიძლება. ნუ საიდან მოიფიქრე და თუ კი დავუშვათ კორპუსში ვიღაცა 3 ყავს, დავუშვათ რამდენიმე ოჯახს 3 ძაღლი ყავს. ხო მეოთხე ძაღლი თუ ვიღაცა ლეკვი იპოვა და შეიყვანა 300 ლარი დაჯარიმებენ. საგიჟეჩევად რებს აკეთებს 300 ლარი პატარა ფული არის აგერ რაც ნიკამ ახლა მოყვა 9 მილიონი კაცი 60 ლარზე და ძირითადად პენსიონერებს აყავთ ცხოველები. არა, პრაქტიკულად მოსახლეობის ნახევარი. ანუ 32% მოსახლეობის. ბატონო დავით, ძირფას მაყურებელ, ქვეყნის მოსახლეობის 32% არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში. და აქედან 670,000 აქვს მხოლოდ შემწეობა. ის 60 ლარი სახით, ხო? ბავშვებზე გასა 200 ლარია, 60 ლარი. ესე იგი წარმოიდგინეთ მეორე 600,000 უნდა, მაგრამ არ აძლევენ. ეს არის ქვეყნის მოსახლეობის 32%. წარმოიდგინეთ. 32% ამ ქვეყანაში თან ხდება და სახელმწიფოს თხოვს 60 ლარს, რომ იარსებოს. რომ გადარჩეო რა. 50,000 ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში, აი ამ დიდარი კრიმინალი კორუმპირებული ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 50,000 საქართველოს მოქალაქე, რომელთაც შემოსავალი აქვს საარსებო მინიმუმზე დაბალი. ანუ 250 ლარზე დაბალია. ყოველ თვიურად ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვს ხელმისაწვდომობა ისე საბაზისო მოთხოვნებზე, საბაზისო პროდუქტებზე, საშუალებებზე, მედიკამენტზე, მაგალითად, სულთა წყალზე, სახლი არ აქვს, ტანისამოსი არ აქვს, გესმით თქვენ? საშინელება გვაქვს, ჩვენ ისეთი და აი საშინელი ისა გვაქვს რა მდგომარეობა და 300 ლარიან ჯარიმებს მთავრობამ ეს თუ დააწესა. და ყველა გოლი აი ამ ჯაჭვის პრობლემებისა, ხო? სულ უფრო და უფრო ეროზირებული ხდება, ჟანგდება, გესმით? და კიდევ ერთი ნათელი მაგალითი საილუსტრაციოდ რა, აი რატომ წელს ივანიშვილი უნდა ჩანასწოროს როგორც სუფთა დემოკრატიული ძალების მიერ, სუფთა ადამიანების მიერ და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს მუხტი ამ ქვეყანაში ძალიან მალე გაჩნდება. 2022 წელს 23 წლის მონაცემები ჯერ არ გვაქვს აქაც. ო არა, ჯერ და 11,000-ით მეტი გარდავიცვალეთ ქვეყანაში. ვიდრე დავიბადეთ. ეს კატასტროფა. წარმოიდგინეთ. და აი სულ რამდენიმე წლის წინ მე მგონი თქვენს ეთერშიც მაგ რა მინიმალური სხვაობა სიკვდილიანობასა და შობადობის შორის 7,000-ით მეტი რო ვიბადებოდით. ამაზე ჩვენ განგაში ზას ვტეხდით ოთხოში, ხო? ნიკა, ბოდიში რა. ამირან ქორიძესთან მეგობრობდი წავის დროზე, აი მართა გარღვევა მოახდინა ამ კაცმა. მამაშენის კლინიკის გვერდით იყო ჩემი ბიჭი იქ დაიბადა. რა მინდა? ჩემი სანდროც ბატონო ამირანმა ამშობია. ბედნიერი სამშობია რა და ფაქტს გეტყვი რომ ესე იგი აი მაშინ და რა ქვია ამირანმა ციფრები მოიწია და მაჩვენა შეხედე 8,000 არისო მატებაო მეტით არაო. იყო 54,000 ზიად გამსახურდია წელიწადს. 54,000-ით მეტი ქართველი იბადებოდა. ეხლა მინუსში ვარ, შენ სწორი თქვი ეს ციფრი. არა, აი 2014 წელს 7,000-ით, 7,000-ით, 2015-ში 8,000-ით, აი 8,000, 7,000, 9,000 მეტი ვიბადებოდით და 2021 წელს 11,000-ით მეტი გარდავიცვალეთ, ესო და ეს ყველაფერი ხო პირდაპირ კავშირშია ამ კაცთან ივანიშვილთან. ხო ყველავე ხარაგაული და დაწყებული ლაგოდეხი დამთავრებული, ხო ყველა ვიცით ხარაგაულებმა და ლაგოდეხელებმა ადგილობრივი კლანები როგორ შეულობენ ფულს, ხო? ნიკა, ხო 150 მილიარდი ლარი განკარგა ბიუჯეტის თანხა ივანიშვილმა რაც ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება და ამ 150 მილიარდი ლარიდან ხო ყოველ წელს ხო სხვადასხვა ტიპის ბიუჯეტი იყო, ხო? წარმოიდგინეთ, ეხლა მარტო რამდენი კორუფციული გარიგება, რამდენი ეგრეთ წოდებული ატკატები, ასე შემდეგ. და
ეს ყველაფერი ბუნებრივია, არ აისახება ქართული ხალხის კეთილდღეობაზე, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, როცა ბიუჯეტი იზრდება და მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ ხალხი კი არ იუმჯობესებს ცხოვრების სტანდარტს, არამედ კიდევ უფრო ღატაკდება და რატო? იმიტომ რომ სულ რამდენიმე აი 10 ადამიანს, 100-დან 150 ადამიანს აქვს ხელმისაწვდომობა მხოლოდ ყველაზე ძვირფას რესურსზე ამ ქვეყანაში, ფულთან და პოლიტიკურ რესურსთან. და რამდენიმე 1000 ადამიანი ძვირფასო მაყურებლებო, მხოლოდ რამდენიმე 1000 ადამიანი ქმნის საშუალო ფენას. დანარჩენები ყველანი ღატაკდებიან. გესმით? და აი ხა შეიძლება თუნდაც საუბარია იცით რა პენსია გავზარდოთ ამდენით, პენსია მნიშვნელოვნად კარგია, მივესალმები რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც უკეთ აისახება ქართველებზე უკეთესია, მაგრამ არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოებას. ხვალ ეკონომიკა სამჯერად რომ გაიზარდოს, მაინც არ მეშველება არაფერი. ჩვენამდე არაფერი არ მოვა, ვინაიდან თუ გაეზრდება ვინმეს რამე სამჯერ, კეთილდღეობა გაეზრდება აი 150-მდე ადამიანს, რომელსაც ყველაფერი ხელთ უყრია პრაქტიკულად მთელი ქართული ეკონომიკა და იმ რამდენიმე 1000 ოჯახს, ვინც საშუალო ფენას ქმნის. ამიტომ თანაბრად უნდა გადანაწილდეს ეს დოვლათი. თუ თანაბრად დოვლათი არ გადანაწილდება და ეს თანაბრად დოვლათი ვერ გადანაწილდება ივანიშვილის პირობებში, იმიტომ რომ ამას გულისხმობს თავისთავად კორუმპირებული და ოლიგარქიული მმართველობა, იმიტომ რომ ეს არ არის ხალხის მმართველობა. ანუ საუბარი ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, პროცენტების ზრდაზე და ასე შემდეგ არის ხასიდი და არის ტყუილი. პირველ რიგში არის დასამარცხებელი კორუფცია ამ ქვეყანაში. აი, ჩვენი უბედურება და მეც გეტყვი ნიკა და დიდი ბოდიში. რომელზეც თავადაც დაიწყეს საუბარი იმდენად. ეხლა ვიხდე რომ ჭაობში ვართ, მაპატია რა, მინდა ამ იმას ყობახიძესაც მიმართოთ, ანუ ბიზნესსაც თუ უნდა დააინტერესდეს ამ ფაქტით, ჩემი მოგონილი არ არის ხალხო. ოფიციალურად 10000 კაცი, კიბოთი, ავადებული, ესე თქვა ფიქსირდება. ერთ ფაქტს გეტყვით, ეს მე მგონი მოვყევი კიდევაც აქ 61 წელს ახალ მიწაზე იმ დეგენერატმა ხრუშოვმა ბირთვული აფეთქება მოაწყო. იქ აი ნოემბრის ბოლო იყო თუ არ ავსწრები, ზუსტად არ მახსოვს, ნოემბრის თვეში იყო, შეიძლება 1 ნოემბერს იყო, მაგრამ ფაქტს გეუბნებით, ღრუბლების მასა წამოვიდა იქენა რადიაციული ღრუბლებისაც, აი ეს მთელი ეს ისა რა ქვია, რუსეთი გამოიარა, ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოვიდა და საქართველოში დაილექა ესა. ეს ჩერნობილის კატასტროფა რომ მოხდა, მაშინაც ღრუბელი წავიდა ბალკანეთში და შავი ზღვით შემოვიდა და დასავლეთ საქართველოში 70% რადიაციული, აი ესე თქვა, ნალექებით სახით ჩამოვიდა და დასავლეთ საქართველოს 30 აღმოსავლეთში. და ესეც ცნობილია, თუ გინდა მამაშენს კითხეთ ჩემო ანიკა და ბევრს აი ოფიციალურად შეგიძლია დაადასტუროთ ეს მე ეს სხვა შორის ონკოლოგიის დირექტორი საწყალი გარდაიცვალა, ისკა დეტალურად მომიყვა რომ სოფლიოში ჩვენ ახლა ვართ მეორე ადგილზე აი ეს 100,000 კაცზე ონკო დაავადებით და მეორეზე ამიტომ ვართ ორჯერ ჩვენ რადიაციული ის გადავიტანეთ რა ქვია თავსხმა და წვიმისა და ნალექის მიხედვით და სხვა შორის აქ 15 წლის წინ გია გაჩაჩილაძე მყავდა მწვანეთა პარტიის ლიდერი მოიტანა აქ ციფრები 1700 ჭაში ამოწმეს დასავლეთ საქართველოში სულ ყველა იყო რადიაციულად დაბინძურებული მე მახსოვს კიდევაც იცი აი იმისი რა ქვია აი ამ უკრაინიდან რო შემოვიდა ეს რადიაცია, მაშინ იყო ესეთი ნიგლასნი რა, რომ ავჭამოთ ყველი მწვანილი არ ვიხმაროთ ერთ წელი მაინცავა. ესე ჩვენ ტრაგიკული ერევა და ნებისმიერ მთავრობას შეუძლია ამაზე იბრძოლოს, რომ სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაითანხმოს, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა საქართველოში მოხდა და მოითხოვოს კომპენსაცია. რუსეთიდანაც შეგვიძლია მოითხოვო და ყველა სახელმწიფო ამაზე ჩვენ დაგვეხმარება, არავინ ხელს არ ანძრევს, ნიკა. ეს ახლა ფინანსისტი იყო ჯანდაცვის, ატეხონ ხმაური მივმართე, მე აქედან ატეხეთ ამაზე ხმაური. სადღაც 200 მილიონამდე დოლარი, უბრალოდ ევრო შემოვა, თუ კი ჩვენ ამაზე ავტეხავთ ხმაურს, რომ ეს რადიაციულად დასხივებული ქვეყანა არის. მოვხედოთ, გვეკუთვნის, დამერწმუნეთ გვეკუთვნის ხალხო, ეგერ ამ იმას, რა ქვია, პალესტინელებს 2 და 3 მილიარდით აფინანსებს ყოველწლიურად, მხოლოდ აი ჯანდაცვის კეთილმოწყობაში ევროპა და ჩვენ გვეკუთვნის, იმიტომ რომ დაზარალებული ერი ვართ. იკა, არავინ არ ინტერესდება. აი, პრაქტიკულად ძალიან მალე ბიუჯეტი ქართული სახელმწიფოს იყო 30 მილიარდამდე. ლარია ეს. გავიგე ხო, მაგრამ იზრდება, გესმით? მაგრამ რაიმე ტიპის გაუმჯობესება ხომ არ არსებობს.
მე მაპატიეთ არ მინდა რომ ეხა ბევრი დრო წავიღო ამ მიმართულებაზე და ამ საკითხზე საუბრით, მაგრამ მიმაჩნია რომ ეს არის ნომერ პირველი პრობლემა, რომელსაც აუცილებლად გადალახა და მხოლოდ ამ პრობლემის გადალახვის შემდეგ თუნდაც გარემოს დაცვითი ორგანიზაციები იქნებიან ქვედუნარიანები ამ ქვეყანაში, რომლებიც დააყენებენ შესაბამის საკითხს, რაზეც თქვენ საუბრობდით და მე პოლიტიკის დონეზე იქნება ატანები. სახელმწიფოში სადაც პოლიტიკა არის ენდემური, პოლიტიკა სადაც კეთდება კორუფციაზე დაყრდნობით და ეს პოლიტიკური კორუფცია კიდევ ცალკე უბედურებად დაატყდა ამ ქვეყანას, პირდაპირ გეუბნებით, ამ სახელმწიფოს განვითარება არ უწევია. არ ვითარდება სახელმწიფო, სადაც არის კორუფცია. თანაც არის ფესვებში ძირგამდგარი. ხა რო საუბრობს ეს ბატონი კობახიძე და ივანიშვილმა თავისივე პირველ სიტყვაში ხა რომ ყრილობა ქონდათ, ხო? რეალურად რასთან გვაქვს საქმე? უბრალოდ არა მის მიღმა რაღაც კორუფციული სქემები, როგორც ჩანს, შეიქმნა, რომელსაც ის ვეღარ აკონტროლებს. და ამის გასაკონტროლებლად, მოკლედ, ამ კობახიძეს ალაპარაკებს და თითქოს ბრძოლას აპირებენ. ერთი-ორი ადამიანი შეიძლება დააკავონ საჩვენებლად, ასეთი დაკავებები ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში გვინახავს, გასულ 2015 წელს მახსოვს, მაშინ თვითმმართველობის საკითხებზე როდესაც მუშაობდი, რას ვეჭერ იმ ადამიანს, იმედია გათავისუფლდება პირველი მახსოვს აქციეს თავარ სალაპარაკო საკითხად ეს ბატონი ჯოკია ბოდოკია იყო ასეთი ნარმანიას მერიაში მუშაობდა. გესმით და კორუმპირებული ადამიანი დავაკავეთო ქართული ოცნების ყველა მინისტრი ამაზე საუბრობდა რამდენი დღის განმავლობაში. ხა რამდენიმე წლის წინ თავად ზუგდიდის მოქმედი მერი არ დაიჭირეს? რა კორუფცია აღმოიფრა ზუგდიდში, ამ დედაქალაქის მერიაში, კალაძესთან? ამ ყველაფერს ჭირდება რა ჩემო ბატონო? ჭირდება ხელისუფლების ცვლილება, კიდევ ერთხელ ამბობ. სულთა კომპეტენტური გამბედავი ხალხის მიერ, რომლებიც ჩამოაყალიბებენ მთავრობას შემდეგ პარლამენტში. მაგრამ ეს კორუმპირებული ადამიანები ხშირად მეკითხებიან, ამას რა ბედი უნდა ეწიოს. დიახ. მე მიმაჩნია და ძალიან ბევრია ასეთი და მიხარია, რომ მომდენო ხელისუფლების პირობებში ვინმე თუ წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე ძალიან ცოტას უნდა ეთქვდეს ან უკეთ შემთხვევაში იდეალური ხება თუ არავის არ ეთქმოდეს ეს იქნება ჩემი სურვილი რომ ხელისუფლებამ დაიჭირა ვინმე ფრაზა რომ ხელისუფლებამ დააკავა დაიჭირა არა სასამართლო ჩემი როგორც პოლიტიკოსის ამოცანა არის დავამარცხო და ჩემი მეგობრების ივანიშვილი დავამარცხო კობახიძე დავამარცხო კალაძე დავამარცხო ეს სისტემა ჩემი მაგრამ ჩემი ვალდებულება არ არის რომ ვინმე დავიჭირო და არც ვაპირებ ჩემი ვალდებულება არის სამართლიანი სასამართლო სისტემა შეიქმნას ჩვენ ვფიქრობთ მეგობრებთან ერთად საინტერესო ფაქტია რომ გუშინ ვალერი გებახიანი ამბობდა აქ ამას და ეს ყველაზე მოკლე გზაა დაუსახუთებელი ქონება გაქვს კონფისკაცია და დამთავრდება საქმე სასამართლო გამიიღებს გადაწყვეტილებას ბატონ ვალერის ხა ჩვევები რეკომენდაციები რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი არის ერთ-ერთი გამოცდილი მოქალაქე თავის დარგში მოდის ასე ვთქვათ სპეციალისტი პროფესიონალი მე მასთან ამქონია შესაძლებლობა მესაურა ამ საკითხთან დაკავშირებით იმედია მექნება უახლოეს პერიოდში უნდა ჩვენ ვმუშაოთ ვინაიდან უახლოეს პერიოდში მექნება ვინმე მოისმინოს მისი საუბრები მართა საჭირო პრეზენტაცია სხვადასხვა მიმართულებით აი მე მაგალითად მეგობრებთან რა მიმაჩნია ვინაიდან ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გვინდა რომ დავძლიოთ აი ეს რა ვიცი საუკუნეების განმავლობაში მდგარი პრობლემა ვიქნებ რომ მეფის რუსეთი დამოყოლებული დღემდე სასამართლო არ არის დამოუკიდებელი ხო და ახმა ეს ყველაფერი ხო საზოგადოება არ მეჩნია რომ იგივე დამოუკიდებელი ზის მით უმეტეს გამილიონერებული მოსამართლე პირობებში დაფით საჯულთა ინსტიტუტი უნდა გაფართოვდეს მათი განსჯადობა უნდა გავრცელდეს მათ შორის სამოხელეო დანაშაულებებზე რაზეც ახლა არ ვრცელდება ანუ კორუფციაში მხილებულ ადამიანზეც ბრალდებულ ადამიანზეც უნდა იმსჯელოს მაგალითად კალაძე არ მინდა ვინმე დაიჭიროს პოლიტიკოსმა მათ შორის მე ხო 12-მა თბილისელმა ნაფიც საჯულმა იმსჯელოს კალაძესთან დაკავშირებით რომ კითხვის ნიშნები ერთხელ და სამუდამოდ მოშორდეს აი ამ ყბადაღებულ
მართულ სასამართლო სისტემას. ისე მართალი იყო მართული, იყო ობიექტური, იყო სუბიექტური გადაწყვეტილება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეც მომხრე ვარ, იცი ნაფიც ხალხის ჩართულობა უნდა გაიზარდოს, ბატონო დავით. ხალხის ჩართულობა უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ თვითმმართველობის დონეზე და მნიშვნელოვანია, ხო? იქ ხალხის ჩართულობა იყოს ყველაზე მაღალი, მაგრამ სასამართლო სისტემაში, ნაფისაჭულების ინსტიტუტში ხომ შეიძლება რომ განიზადობა ასევე გავავრცელოთ და გავავრცელოთ ჩვენი გუნდის პრიორიტეტი ერთ-ერთი ამიმართულებით ეს იქნება, რომ კორუმპირებული მაღალი თანამდებობის პირების საკითხი იმდაგვარად გადაწყდეს, ან მის სასარგებლოდ ან მის საწინააღმდეგოდ, რომ ხელისუფლებისკენ ვერავი ვერ გამოიშვიოს პოლიტიკოსისკენ. მართლა გეუბნებით 12-მა თბილისელმა გადაწყვიტოს კალაძე ამ წლების განმავლობაში იყო კორუმპირებული თუ არ იყო კორუმპირებული, რა თქმა უნდა, მანამდე ამას სჭირდება კონკრეტული ფაქტები, რომელიც არსებობს, ხალხო. ეს ხელისუფლება რომ პასუხისმგებლიანი ყოფილიყო ოდნავ მაინც, ხო, საგამოძიებო ჟურნალისტური ქართული ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალებიც საკმარისია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმუნიტეტი მოუხსნას, მაგალითად კოვიბასაკი, მურუსიძეს. ხა ჩიქოვაზე გავახსენდა, ხა ივანსავით რა აკეთებენო? უბანკოიბასავით რო დაждდა ეგ ვირისრად ის მოადგილე ქალი, კაცო 1.800.000-ად უყიდია ამერიკაში ბინა. ქვეყანაში, აი ხა მე არ დაგიმალავთ. გუშინაც მქონდა საუბარი ერთ-ერთ ძალიან ჭკვიან ადამიანთან და აი რა მითხრა, მაგრამ აი ნორმა ხდება, იცით, და მოდაში შემოდის კორუფცია. როდესაც ამაზე საუბრობდით და რაღაცა ვიწრო წრეში, ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც დიდი ხანია არ მენახა, მითხრა რომ შენ ფიქრობ, რომ ქართულ ხალხს კორუფცია ძალიან აწუხებსო? მიდრეკილება არისო ქართულ ხალხში აი კორუფციის ის რო შოულობს და მიაქვს, ვიღაცა ზუყავს, იცით, ეს არ არის უცხო ქართულ. წარმოიდგინეთ, საფრთხად დავრჩი. პირდაპირ გეუბნებით. ჩვენ საუბრობთ სახელმწიფოს გრადობაზე. სახელმწიფო დგას პირველ რიგში არა ამ გამილიონერებულ სახელმწიფო მაღალ თანამდებობის პირებზე და ზოგადად თუნდაც პატიოსანი იყოს, ხო? ეგეთი რამდენი გაიტანეს, ნიკო, არ გახსოვს. სახელმწიფო დგას ისეთი პროფესიის ადამიანებს, როგორიც არის პედაგოგი, როგორიც არის პოლიციელი, როგორიც არის ექიმი, ამას წინათ ერთ-ერთი ვთქვი, გავიმეორე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები, როდესაც გოლდა მეიერმა პრემიერ-მინისტრმა ისრაელის თქვა, რომ ისრაელი თუ გვინდა შედგეთ როგორც სახელმწიფო და თუ გვინდა, რომ ამ სახელმწიფოდან ჩვენი შვილები არ გარბოდნენ და თუ წავლენ და მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლება ექნება და დაბრუნდნენ ამ ქვეყანაში, კონკრეტული ორი ნაბიჯი გადადგითო. ორი ნაბიჯი თუ გინდათ მომავალს ჭიჭით არ უყურებდეთ. ეს არის გასაკეთებელი ამ ქვეყანაში და ეს უნდა გავაკეთოთ, რომ სამი პროფესიის ხალხს მიეცით ყველაზე მაღალი ანაზღაურება საზოგადოებაში სახელმწიფოში. კარგი რაღაცა. სამხედროებს, ანუ პოლიციელებს, მასწავლებლებს და ექიმებს. ახლა გესმით? ეხლა პატრულ ინსპექტორს როდესაც 1700 ლარი აქვს ხელფასი. აი ამ მზარდი ინფლაციის პირობებში და მთელი დღე პატრულირებს ეხლა სხვადასხვა ქალაქებში და რაიონებში. ამ ადამიანს мотиваცია, იცით? რომ არ ყვეთოს დანაშაული არ აქვს, იმიტომ რომ საათში ერთხელ მეუღლე ურეკავს, შვილი ურეკავს, ფიქრობს 15 ლარი სკოლაში შეძლებს გაატანოს ბავშვს თუ ვერ გაატანოს. საბანკო ვალდებულებებს ვერ ემსახურება, გესმით? იგივეს ფიქრობს პედაგოგი. ეხლა სხვის შვილს, ეხლა რაც არ უნდა კეთილშობილი ადამიანი იყო, რაც არ უნდა მოწოდებით პედაგოგი იყო, საკუთარი შვილი რო პრობლემების ქვეშ ყავს, ხო, ეხლა ვერ იხარჯები, გესმით? ხომ და ამ პროფესიის ადამიანებს მაშველებს, კაპიკები აქვს. და ამ დროს ყველას დაბალია. ათობით მილიონს იპარავენ ჩინოვნიკები ყოველთვის. ეს არ არის უბრალოდ ბრალდებისთვის, კონკრეტული ფაქტები არსებობს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ამ სახელმწიფოში რეალისტური ხედვა ამ მიმართულებით უნდა წარმოვადგინოთ და ჩვენ გუნდი ამას აპირებს. მალე დაიწყება. ყველას პროფესიის ხალხს ბუნებრივია ჩვენ თავიდანვე ხელფას ვერ მოუმატებთ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეხვდება ჩვენ წინადადებებს ძალიან გაგებით, რომ იმ პროფესიის ხალხს, ვისი საჭიროებაც ყველა ქართველს და საქართველოს მოქალაქეს აქვს, პოლიციელის, ყველას უნდა დავეხმაროთ. ექიმის და პედაგოგის არ შეიძლება
იმ ადამიანებს კვირიდან კვირამდე 1 ლარი არ ედოს ჯიბეში და შენ მოთხოვო პოლიციას რომ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა გაუმჯობესე. აბა თან პოლიციის ვალდებულება რა არის ბატონო დავით ის კი არა მარტო ვიღაცას დაჭრის და მოკლას და მერე გამოძიება წამოიწყო ხო და დაიჭირო. უნდა აღკვეთო დანაშაული რომ უნდა აღკვეთო შეიძლება მაღალი мотиваცია შეიძლება სახელმწიფოებრივი ხელისუფლება რომელიც ზრუნავს სახელმწიფოზე და არა სახელმწიფოდან იპარავს. და ეს ხალხი რო ვერ გაძარცვეს ბატონო დავით მაყურებლებო მიადგნენ და ეთობლივად კეზერაშვილთან ერთად დაიწყეს კონცენტრების ბიზნესი. და ამაზე საუბრობს საერთაშორისო გამოძიება. და ამაზე საუბრობს გავლენიანი ყველაზე მედია საშუალება BBC. და ვიღაცები ისეთ არ დაიღალა ეხა კეზერაშვილი ივანიშვილზე საუბრით კონცენტრებთან მიმართებაში. მაპატიეთ ერთი წუთით. აი ივანიშვილია დასამარცხებელი მაპატიეთ. იქნებ ივანიშვილი დგას ასეთ კორუმპირებულ ადამიანებზე, რომელიც ოპოზიციაში არიან შემოწეული. განსაკუთრებით BBC-ს ფილმის შემდეგ. 2002 წელს და დავასრულებ. ალბათ თქვენი გადაცემის ხშირი სტუმრები იყვნენ. მაშინ მე ქვეყანაში არ ვიყავი 2002 წელს შალვა ნათელაშვილი და მიხეილ სააკაშვილიც, ხო? ორი ანტიშევარდა თუ არ იყვნენ? იყვნენ თუ არ თამობდნენ? იყვნენ. ხო წარმოიდგინეთ ეხლა ორივე ხო იყო ანტიშევარდაძე, ორივეს უნდა და ხელისუფლების ცვლილება, ხო? აი მიშა სააკაშვილს რო გაეგო რომ BBC-მ დოკუმენტურ ფილმში აჩვენა შალვა ნათელაშვილი არ წერე მაგალითად ვამბობ არ ეწინებენ იმედი ბატონ შალვა ნათელაშვილი და მისი ბიძაშვილი მხილებულია საერთაშორისო დანაშაულში 100 მილიონი ევროს მიტაცებაში. რას უზამდა მიხეილ სააკაშვილი ხო წარმოგიდგენიათ? თუ მოდიოდა 5 ჯერ მოვიდოდა. თუ გადიოდა გარეთ 10 ჯერ 10 ჯერ 10 ჯერ გავიდოდა. ახლა რას იზრდა პირიქით შალვა ნათელაშვილი რო გაიგო რომ მიხეილ სააკაშვილი ხო წარმოგიდგენიათ? ახლა ვიღაცა ვაპატიეთ. თუ ამბობს სიმართლეს არა აქვს მხარე. სიმართლე არის ერთი და ეს არის ჭეშმარიტება. შენ როცა გინდა იყო გუწველი საზოგადოებასთან, პრობლემის იდენტიფიცირება როდესაც ხდება, გუწვად უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას. დღეს ამ ქვეყანას აქვს რამდენიმე გამოწვევა და პირველ რიგში ეს გამოწვევა გულისხმობს არასუვერენული ხელისუფლების დამარცხებას სასწრაფოდ, ვინაიდან ეს არის თავიდაბოლო და კორუმპირებული, მაგრამ ამ კორუმპირებულ მართლობაში მას ინკორპორირებული ყავს ვითომ ოპოზიციონერებიც ამ შემთხვევაში გულისხმობ კეზერაშვილის პერსონას. ისეთ და ეს სიცხადე შესატანია ამ პროცესში. სხვანაირად დიდი გამარჯვებები არ მოიპოვება, ეს არის და ეს. მე ისეთ შტაბში ვარჩევა რომ მე და შენ და კიდევ ერთხელ შევხვდით. ძალიან ბევრი კითხვები მქონდა. ერთ წელს გაძლევ და მითხარი როდის გამოაცხადებ ოფიციალურად შენი პარტიის. ეხლა არის ბევრი ძალიან მალე რო არითმეს მე თუ გითხავ მაქსიმალურად სწრაფად უნდა გახდეს. ძალიან სწრაფად. გაიტანე და ერთ ფაქტს გეტყვი. აი გულწრფელი ვარ რა. ეს თეონა აქუბარდიას უსახადო რა არის იმას რა ყობახიძეს რომ ერთხელ მაინც ვიყავითო ოკუპირებულ საზღვრებთანავ და ესე დღეს თეონას შესაძლებელია 10 თუ 15 კაცი არის კოცების დესანტი გადასხეს ჯერ იმას საბეგელოში წავიდე და ენგურის ნაპირები დათვალეს ეხლა აქეთ ცხინვალის ზონაში აღლიდა ტაჯულები ჩამოვიდნენ ესე ჩვენი რა თქმა უნდა უახლ ძალიან რამდენიმე დღეში დეპუტატი უნდა დადიოდეს რამდენიმე დღეში ჩვენ სამოულო გადაწყვეტილებას მივიღებთ მე ვფიქრობ დრო არის ოპტიმალური იმისათვის რომ სრულფასოვანი კამპანია აწარმოებს ყველა ოპოზიციურმა ჯგუფმა და პარტიამ მე ვიყავი მომხრე ვარ და ვიქნები და ვფიქრობ რომ საქმითაც დაგვიმტკიცები არაერთხელ კონსოლიდაციის მომხრე და ვჩები ასეთის მომხრედ თუმცა ღირებულებითი კავშირი, ღირებულებითი კონსოლიდაცია, სტრატეგიული საკითხების გარშემო ერთობა ერთია და პარტიის ფარგლებში თანამშრომლობა შესაძლებელია განსხვავებულ პოლიტიკოსებთან ეს არ იყოს პროდუქტიული ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ამიტომ სხვადასხვა კომუნიკაცია, დისკუსია, კონსულტაციები მე მქონდა ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ პოლიტიკოსს და ყველას პარტიის ვცემ, მაგრამ რამდენიმე დღეში ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვინაიდან უკვე ოპტიმალური ვადა იმისათვის კამპანია დაუწყოთ იწურება, მარტის თვიდან ჩვენ დავიწყოთ ძალიან აქტიურ კამპანიას, რა ფორმატში როგორ გადაწყდა, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია
რომ მოვასწრო არა მხოლოდ ყველა ქალაქში ჩასვლა და ფეხით შემოვლა და ყველა რაიონულ ცენტრში და ყველა დიდ სოფელში ხო არ მინდა ეხლა მაგალითად კამპანიაზე დამთავრდეს და დაიწყოს სოფელ მუხრანში მაგალითისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში ვერ ჩავიდე ხო უნდა ამიტომ ჩვენთვის დრო არის ძვირფასი მნიშვნელოვანია ტელევიზია მნიშვნელოვანია ძალიან შესაძლებლობა იწყება შესაძლებლობა იძლევა რომ საზოგადოებას ესაუბრო ერთ ბაშად ძალიან ბევრს მაგრამ მნიშვნელოვანზე ასევე მნიშვნელოვანია უკიდურესად ჩემთვის პირადად პირადი პერსონალური კომუნიკაცია განსაკუთრებით მაშინ როდესაც ნიჰილიზმი არის პირველ რიგში დასამარცხებელი და რწმენა არის გასახმარებელი და რწმენა რომ გაჩნდეს საზოგადოებაში პირველ რიგში პოლიტიკოსმა უნდა დაიჯეროს რომ ის მართალია და ამის შემდეგ ისე გაღვივდება ეს რწმენა როგორც მომხდარა 2003 წელს ბევრს ეგონა რომ ცნობები არ მოხდა მაგრამ მართალმა ხალხმა აზვირთა ის პატარა თოვლის გუნდა 2012-ში მოწონდათ არ მოწონდათ ხო მეორე დანარჩენ საქართველოს ეხლა ფაქტია რომ ენთუზიაზმი გაჩნდა აი ეს ენთუზიაზმი უნდა გაჩნდეს შეგიძლიათ ნიკათ ბევრი ყავს ხარდაჭერი საზოგადოება თავის სიტყვა აბათი ერთად დიდი ბოდიში რა ძალიან მიყვარს სოფელი ხურჩა არის ესე ფანტასტიკური საყვარელი ადგილია დაიწყე იქიდან ჩადე ლაგოდეხამდე არ და შენ არა ხარ ისა ხურჩა ჩვენ ყავს მეგობარი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატია ბესო გაბუნია რომელიც რომელთანაც ერთად ვიყავი ერთხელ სოფელ ხურჩაში და დაცლილია პრაქტიკულად დაცლილია ძალიან პატარა დაიცალა ნიკას სულ ყველა საზღვარგარეთ იმერეთი რა დღეში არის გურია ნახევარი აღარა ნიკა დრო აღარ რჩება კვირდები როგორც კი შეყრილობა ჩაატარებ ვისაც გინდა მოგიწვევ შენი პარტიიდან ოღონდ იარე ხალხს ელაპარაკე შენ ნიჭი გარ ხალხთან საუბარი მე სავარაუდოდ მომიწევს ვექრებობა შესაძლებლობა თქვენთან დისტანციური ჩართვების სხვადასხვა ხურჩიდან ჩართვები დიდი მადლობა წარმატებები და იქ სადაც არის დიდი სურვილი გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება თავარია ვიყოთ მართლები საკუთარ თავთან თავებთან და შედეგიც არ დააყენოს. 12 წელი ესენი არიან და ვორსკი როეს, კნიაზი ვორსკი ეხლა პირველად ჩავიდა იმაში სამეგრელოს ენგურის საზღვარზე და ცხინვალთან მივიდა პირველად. ნუ სირცხვილია. პარტია ხარ თუ რა ხარ? გასა როგორ შეიძლება არ ჩადიოდეთ ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრებზე? უნდა იაროთ. გაიგეთ ერთი ისა ტომარა ცემენტის კი მაგათვის საოცნებო არის. იმეს ვიტოებ რომ შენ დაევლი.